მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები ოროსნებს განსაკუთრებით ყველას არა და ახლა ოროსნების საყურადღებოდ ვხსნი ამ ყველაფერს რა. საქართველოს აიღო თვითმყოფადი პოლიტიკური კურსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანასთან ვინც ჩვენი მეგობარია, ვინც ჩვენი მეზობელია, გვექნება დიპლომატიური ბიზნეს ურთიერთობა და მეგობრული ურთიერთობა. დანარჩენი გავლენები, რაც ჩვენს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას აგვირებს, ეს ყველაფერი ბუნებრივია. ამერიკასაც შეეზღუდება, რუსეთსაც შეეზღუდება და ევროპასაც შეეზღუდება. ხო, ქვეყნები ვერ გადაწყვეტავენ საქართველოში ვინ იქნება ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ვინ იქნება ჩვენი პრეზიდენტი, რადგან რა თქმა უნდა სანქციები იქნება მეგობრებო, რა თქმა უნდა ქართული პოლიტიკა, ქართული ოცნების პოლიტიკა შეფუთულია რუსულ პოლიტიკად, იმიტომ რომ შიდა არეულობა დავიწყოთ ჩვენ, ერთმანეთს დაუპირისპირდეთ და სწორედ ეს ყველაფერი გააკეთა ოპოზიციურმა სპექტრმა და იმუშავა მაგრად, რომ აინახე პოლარიზებული საზოგადოება რუსეთი და ევროპელები, ანუ ჩვენ ორივე ქართველები ვართ და ერთმანეთს ვეძახით, ჩვენ რუსი ხარ, ის ევროპელია. შესაბამისად ეს მოიტანა ოპოზიციამ, რაც ევროპამ უკვე კარგად დაარიგა, დაალაგა, რომ განხეთქილება გამოიწვიოს და ჩვეულებრივი გადატრიალება მოახდინოს საქართველოში და ევროპამაც და ამერიკამაც და სხვა ქვეყნებმაც დასვან ისეთი კადრი ამ ქვეყანაში, რომელიც მარტივად სამართავი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რუსეთთან შევა წინააღმდეგობაში. ჩვენი პოზიცია ეს რომ არ არის და საბოლოო ჯამში გავახილეთ თვალები და მივხვდით რეალურად ვინ დგას ჩვენს უკან და რა მიზნები აქვს, ჩვენ გამოუვალ სიტუაციაში ვიყავით და რა თქმა უნდა მივმართეთ თვითმყოფად პოლიტიკას. პლუს ამას ის ფაქტის გაითვალისწინეთ, რომ ჩინეთი ზე განვითარების ასე ვთქვათ ეპიცენტრშია და სოფლიოს ეს ძალიან არ მოწონს და განსაკუთრებით აღშფოთებს ამერიკასაც და მოусმინეთ ამერიკელების განცხადებას ჩინეთზე რასაკეთებენ, რომ საქართველოს ჩინეთთან მეგობრობა დაიწყო. ეს არ აწყობს. ჩვენ ვართ ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილას, ამერიკას სრულად ვერ დაგვიკლავს მეგობრება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ინსტრუმენტი, რომელიც მის ყველაზე დიდ მტერთან ახლოს არის. და რა თქმა უნდა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველად შეიძლება კრიზისები დაიწყოს, მაგრამ ამერიკა ჩვენ ვერ დაგკარგავს და ვერც ევროპა ვერ დაგკარგავს. მაშინ უნდა მოხდეს მესამე მსოფლიო ომი და შესაბამისად თავიდან უნდა გადანაწილდეს ტერიტორიები, რასაც ფაქტიურად ყველა შეთანხმდა სოფლიოს ყველა პოლიტიკოსები, რომ დიდად არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი, თუმცა გამოწვევები და საშიშროებები რა თქმა უნდა არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებაც ალბათ მოისმინეთ უკრაინასთან რა განაცხადა, რომ მე შევწყვეტ უკრაინაში ომს და მე მინდა მშვიდობა. შესაბამისად ეს მესიჯები რა თქმა უნდა ჩვენს პოლიტიკაზეც აისახება. რაც შეეხება ბაიდენის გადაწყვეტილებას, ეს არის ბოლო გაფართხალება და ერთგვარი პოზიცია და სოლიდარობის ნიშანი შტატებიდან იმ ოპოზიციურ სპექტრზე და იმ მოსახლეობაზე, რომელიც გამოსულია მოტყუებულია და გონია რომ საქართველოში არის რუსული პოლიტიკა და ეს უკვე მანიპულირებაა, უკვე ქვეყნების თამაშია, რა თქმა უნდა და მანიპულაციის ქვეშ ყოფი საზოგადოების მართვა ძალიან მარტივია ზოგადად. ამიტომ ამერიკისგან რატომ ელოდებოდით რომ არიქა ახლა ხელისუფლებას დაუჭერდა მხარს და არიქა ოპოზიციას პირდაპირ დაუჭერდა მხარს. ეს გამორიცხული ამერიკა მაქსიმალურად გააკეთოს ნეიტრალური ურთიერთობა და უკრაინის ბედით გადაწყვეტოს საქართველოში საქართველოს რა კურსი უნდა აიღოს. ეს ხადი იყო და უფრო მეტ ზეწოლებსაც ველოდები, იმიტომ რომ მე არ გამკვირვებია ბაიდენის ეს გადაწყვეტილება. ტრამპი იმედია შეცვლის ამ პოზიციას, იმიტომ რომ სანქციები როცა ინიშნება, მე მოხსნა არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების საფუძველზე ამით ტრაგედია არ მომხდარა და ამით არ დანგრეულა ჩვენი ქვეყანა და ნუ აღშფოთდებით ახლა ყველა, იმიტომ რომ აქ საჭირო არა პარტიული ვიწრო აზროვნება, აქ გეოპოლიტიკური აზროვნება საჭირო პირველ რიგში, იმიტომ რომ საქართველოს ახლა ფაქტიურად პაექრობს და ფაქტიურად ევროპაც, ამერიკაც და სხვა ქვეყნები ცდილობენ რომ როგორმე დაგვიმორჩილონ და მათი ასე ვთქვათ გავლენების ქვეშ მოგვაქციონ, იმიტომ რომ არ უნდათ ერთადერთი ინსტრუმენტი გამოეცალოთ ხელიდან, იმიტომ რომ რუსეთთან ყველაზე ახლო მეზობელი ჩვენ ვართ. შესაბამისად ეს მათთვისაც მომგებიანი და მოდი ვთქვათ სიმართლე მეგობრებო, იმიტომ რომ ისე პროსტა შენ ქართველი ხარ და კაი ცეკვა იცი და მაგარი სამზარეულო გაქვს და მაგარი კულტურა გაქვს, აინტერესებს. თავარია პირადი ინტერესები და სახელმწიფო ინტერესები, რაც მათთვის სტრატეგიული იქნებოდა. შესაბამისად ამ დამოკიდებულებით ურთიერთობს მსოფლიო ერთმანეთთან. ეს ყველაზე რეალობაა 21 საუკუნეში, რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ. ამიტომ ნუ ხართ ბედნიერები და ნუ ხართ აღშფოთებულები, რომ ვაიმე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ყველაზე დიდი ოლიგარქი კაცი საქართველოში და რა თქმა უნდა მის მხრებზეა ბევრი რამე დამოკიდებული და ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ცდილობენ ახლა მაქსიმალურად რომ ყველა ბერკეტი გამოაცალონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ანუ ის მისი მომხრეების მართვა ვეღარ შეძლოს, მაგრამ ავიწყდება
ევროპასაც და ამერიკასაც, რომ ჩვენ ფულით კი არა, ჩვენ ტვინით მოქმედებთ და ტვინით ავირჩიეთ ქართული ოცნება. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, ფეტიში გვაქვს. არა, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობა და ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებლობა. ჩვენ რუსეთიდან იმიტომ გამოვედით, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყოთ, მაგრამ ეს იმის უფლებას თქვენ არ გაძლევთ, რომ ევროპაზე დამოუკიდებულები ვიყოთ, ან თქვენზე დამოუკიდებულები ვიყოთ და რუსეთის ინტერესები არ გავატაროთ და თქვენი ინტერესები გავატაროთ. ამ ქვეყანაში არავის ინტერესები არ გატარდება და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ ამოიღო ხმა და გვაცალეთ ცხოვრება ძალიან თხოვთ.